შევცდები ძალიან მოკლედ გითხრათ დაგიხსნათ ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც დაგიზოგავთ ბევრ ნერვებს და შეიძლება ფსიქოთერაპევტთან და ფსიქოლოგთან ვიზიტებსაც აგარიდოთ. მეც თავის დროზე ჩემო უფროსმა მეგობრებმა გამიზიარეს ეს საჭირო გამოცდილება და ინფორმაცია და მეც შევცდები რომ თქვენ გაგიზიაროთ. მას შემდეგ რაც რეალიტი შოუდან გამოვედი და ვინც არის იცით 3 კვირა დავყავი მე რეალიტი შოუში, საკმაოდ სტრესულ გარემოში და როდესაც გამოვედი, შევეჩეხე ძალიან დიდი რაოდენობის ჰეიტს. ეხლა ზუსტად ამ პროცესს გავდივარ და ამ ეტაპს გავდივარ ცხოვრებაში, სადაც ასე ვთქვათ, თუ შეიძლება სწორი ფორმით ჩამოვაყალიბო, მაგრამ ჰეიტს როგორ შეიძლება და სიძულვილს საფუძველი კონდეს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ გიცნობენ, არ იციან ვინ ხარ, რა ხარ, რა გაგიკეთებია და უბრალოდ შენ გარეგნობაზე, შენ რაღაცა ქცევებზე გიწერენ ძალიან ცუდ კომენტარებს და ასე შემდეგ და ამ დროს რა ხდება? ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავიაზროთ ის ფაქტი, რომ ყოველი ასეთი დაწერილი კომენტარი და ყოველი ასეთი გამოვლენილი ჰეითერი არის ამ ადამიანის და თვითონ ამ პიროვნების მძიმე მენტალური მდგომარეობის შედეგი. იმიტომ რომ არა მათი ასეთი მენტალურად არამდგრადობა საერთოდ აზრითაც არ მოვიდოდათ თქვენთვის ან ჩემთვის დაეწერათ ის საშინელი სიტყვები, რასაც აკეთებენ ხოლმე. უამრავი კომენტარიც წავშალე, ლაივებში წერენ ხოლმე ძალიან ბევრ ცუდ რაღაცას, მაგრამ ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი არის ხოლმე, როდესაც უცნობი ადამიანები გიგზავნიან ბევრ სითბოს, სიყვარულს, მეგობრობას გთავაზობენ დახმარებას, საჩუქრებს, თანადგომას და ასე შემდეგ. ცნობადობის მეორე კარგი მხარე არის ის, რომ ძალიან ბევრ კარგ ადამიანს შეგახვედრებთ, ძალიან ბევრ კარგ ადამიანს დაინახავთ, რომელიც დავშათ აქამდე სადღაც იყო და არ იკვეთებოდით მათთან. თუმცა მეორე მხარე, dark side, ასე ვთქვათ, არის ჰეითი. ახლა გავდივარ სწორედ ამ ეტაპს და ყველაზე მნიშვნელოვანი გააზრება, რაც შეიძლება ამ დროს ადამიანმა გააკეთოს, მე კიდევ კარგი ესეთი მომზადებული ვიყავი უკვე როცა შევედი რეალიტი შოუში, სხვანაირად ბევრად უფრო გამიჭირდებოდა ალბათ. და მთავარი გააზრება არის ის, რომ ამ ადამიანების ჰეითერების მოგზაურობა შინაგანი მძიმე მდგომარეობის შედეგია ის კომენტარები, რასაც წერენ. და ეს საერთოდ არ არის კავშირში თქვენს პიროვნებასთან, თქვენს არსებობასთან, თქვენს იმიჯთან, ან თქვენს ქმედებებთან, რაც აქამდე გქონდათ, ასე ვთქვათ, გაკეთებული, ასე რომ არ ვიცი, ვინმე შეიძლება გამოგადგეთ ეს ჩემი გამოცდილება და ეს გააზრება. თუმცა ბევრი დაიწერა იმაზე, რომ როგორ არასწორია ჰეითერების არსებობა და რაღაც, მაგრამ მე მგონია სანამ კაცობრიობა იარსებებს, მანამდე იარსებებენ ჰეითერებიც და ჩვენ უბრალოდ როგორც მოცემულობას ესე გვიწევს ამასთან ერთად ცხოვრება.